სახელითა მამისათა დაძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არს ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, ძმანო და დანო. დღეს არის კვირა, რომელსაც ეწოდება საშინელი სამჯავროს ხსენება. და ხსენება ამ წმინდა და დიდი დღისა აღესრულება წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიაში, რამე თუ დღე ესე არის გარდაუვალი. ეს არის ჩვენი დოგმატური სწავლების ნაწილი. აი ჩვენ ყოველ დღიურად მრწამში ვკითხულობთ მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნოსასა. და მოგეხსენებათ, რომ ეს ლოცვა გამოხატავს ჩვენს მართლმადიდებელ ქრისტიანთა სარწმუნოებრივ დოგმატურ სწავლებას. ამგვარად ჩვენ ყველანი მოველით ქრისტეს მეორედ მოსვლას, მოველით მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომას და შემდგომ მარადიულ ცხოვრებას. და აი დღევანდელი კვირა, რომელიც წინ უძღვის დიდსა და წმინდა ორმოცს, დიდ მარხვას, ჩვენ შეგვახსენებს ამ მოვლენის შესახებ. ეფრემ ასური, ეს დიდი ასკეტი და ღვთისმეტყველი მამა, როდესაც საუბრობს ამ დღის შესახებ, ის ამბობს, რომ ჩემი ბაგეები ვერც გამოთქვამენ და ამავ დროს მე ვერც ვდუმბარ ამ დღის შესახებ, რამე თუ ყველამ უნდა იცოდეს ამ დღის მნიშვნელობა. ის ბრძანებს, რომ ქრისტეს მოსვლა იქნება ყველასათვის თვალსაჩინო. ყველა ადამიანი იხილავს მას. და როგორც ჭექა ქუხილი, როდესაც გავარდება ცაში, ჩვენ ადამიანები შევკრთებით, შევშფოთთებით აი ამ ყველაზე ძლიერ ჭექა ქუხილზე აღმატებული იქნება ის ქუხილიც, რომლითაც ქრისტე მოვა, რამე თუ ადამიანთათვის ეს უნდა იყოს ნიშანი. ნიშანი, რომ იხილონ ქრისტე და აი იმ ჟამს შედაწევდებაო ყველა ძვალი, როდესაც მოხდება მეორედ მოსვლა და ადამიანები აღდგებიან მკვდრეთით. ყველა ძვალი შენაწევდებაო ყოფი მიწაში თუ ზღვაში
დაღლეჯილი ცხოველთაგან თუ ფრინველთაგან ყოველივე შენაწევრდება და ყველანიო ქრისტეს წინაშე წავდგებითო. და გამკითხველი ჩვენი იქნება უფალი იესო ქრისტე. ამ დღის შესახებ ბრძანებდნენ წინასწარმეტყველები ძველი აღთქმისანი. ერთი მაგალითი წმინდა წერილიდან მინდა წავიკითხო დღეს თუ როგორ ბრძანებს ამის შესახებ. ისაია წინასწარმეტყველი. ხოლო მას დღესა ზედა გამობწყინდეს ღმერთი განზრახვისა მიერ დიდებისა თანა ქვეყანასა ზედა ამაღლებად და დიდებად ნეშტსა ისრაელისასა და იყოს დატევებული სიონს და დაშტომილი იერუსალიმ შინა წმინდად იწოდებოდიან ყოველნი დაწერილნი ცხოვრებად იერუსალიმ შინა. რამე თუ განრიცხის უფალი მწიგვრსა ძეთა და ასულთა სიონისათა და სისხლსა იერუსალიმისასა განწმეთს საშვალისაგან მისისა სულითა განკითხვისათა და სულითა დაწვისათა და მოვიდეს და იყოს ყოველი ადგილი მთისა სიონისა და ყოველნი გარემონი მისნი აგრილობდეს ღრუბელი დღისი და ვითარცა კვამლითა და ნალთითა ცეცხლისა მგზებარისათა ღამე დიდებითა დაფაროს ყოველი. ანუ დღეს ყოველთვის იყო მოსალოდნელი მართალთათვის ძველი და ახალი აღთქმისა. და ამ დღეს ქადაგებს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია დღევანდელ ჟამსაც. რამე თუ ყველას მოგველის გაცემა პასუხისა ჩვენ ცხოვრებაზე და მამები ბრძანებენ რომ მაშინ ჩვენ ვიქნებით შიშველნიო, როგორც შიშველნიო და ჩვენი ცოდვა ვერ იქნება დამალული. ჩვენი სინდისი იქნება მამხილებელი ჩვენი ცოდვებისა და ასევე მამები ბრძანებენ რომ სხეულს ჩვენსას ექნება ნიშანი ამა თუ იმ ცოდვისა. რა თქმა უნდა ეს სხეული იქნება სხვაგვარი, არამატერიალური. მაგრამ ეს ნიშანი ცოდვისა, რომელიც ადამიანმა შეიყვარა თავისი ცხოვრების ჟამს და შეიყვარა ეს ნიშნავს რომ ის ვერ განეშორა ამა თუ იმ ვნებას და ასეთ მდგომარეობაში მოუწია გარდაცვალება. განშორება ვნებისაგან არის სხვადასხვა საზომის ძვირფასო ძმანადვა დანო თქვენ იცით. არის როდესაც ადამიანი მიცემულია რომელიღაც ცოდვას აღვირ ახსნილობით და ის კიდევაც ამართლებს საკუთარ თავს და ამბობს მერე რა მე ასე მომწონს. ზოგი იმასაც კი ამბობს რომ
ეს საერთოდ ცოდვაც კი არ არის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანური მოთხოვნილება და ადამიანის ბუნების ნაწილი. არის, როდესაც ადამიანი ცოდვას ებრძვის, ის ამბობს სამწუხაროდ მე ცოდვა შევიყვარე ჩემს ადრეულ ცხოვრებაში და ახლა ვცდილობ რომ გავიაზრო რომ ღვთის წინაშე ეს ცოდვაა და ვცდილობ მას შევეწინააღმდეგო. ის არ ამართლებს საკუთარ თავს, ის ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ცოდვას. და ამიტომაც მაცხოვარი მოგვიწოდებს ჩვენ შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაო. რამე თუ სინანული არის გამწმენდელი ჩვენი. წმინდა აღსარება როგორც საბანელი წყლისა ისე განწმენს ადამიანის სულს ცოდვათაგან და არ არის ცოდვა რომელიც ადამიანს არ ეპატიოს გარდა დამალული ცოდვისა. და ჩვენ გვწამს რომ უკეთო ადამიანი შეუდგება ამ გზას, ღმერთი მას აძლევს კიდევაც მადლს ცოდვათაგან განშორების, განწმენდის და როგორც წმინდა მამები მიაღწევდნენ ისეთ მდგომარეობას, როდესაც არათუ ცოდვას ემიჯნებოდნენ, არამედ საერთოდ ცოდვის არსებობაც კი ავიწყდებოდათ. აი იმდენად თავისუფლდებოდა მათი სხეული ცოდვისაკენ მიდრეკელებისაგან, რომ ისინი ღვთის მადლით, ეს მხოლოდ ღვთის მადლითაა შესაძლებელი, რომ საერთოდ თავისუფლდებოდნენ. ცოდვისაკენ მიდრეკილებისაგან სხეულისა. ამის ჩვენ დიდი მაგალითები გვაქვს წმინდა ეკლესიაში და ერთ-ერთი რომელსაც ჩვენ მოვიხსენებთ ამგვარ მაგალითს დიდი მარხვის ჟამს არის ღირსი მარიამ ეგვიპტელის მაგალითი. და აი ამგვარად ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ დღე განკითხვისა აუცილებლად დადგება საყოველთაო განკითხვისა, როდესაც ვერ დაიფარება ჩვენი ცოდვები. მაგრამ ამას კიდევ წინ უძღვის განკითხვის დღე ცალკეულად ჩვენთვის, როდესაც დავტოვებთ ამ წუთის სოფელს, რაც უცილობელია და ყველამ ვიცით ჩვენ ეს, რომ დავტოვებთ ამ წუთის სოფელს. ადამიანები გაურბივართ სიკვდილს. ეს ბუნებრივია, რამე თუ ადამიანი უკვდავებისთვისაა
შექმნილი, მაგრამ ცოდვით დაცემამ ჩვენი წინაპრების, მამათავრების შემოიტანა ხორციელი სიკვდილი და ეს ხორციელი სიკვდილი უცხოა დღესაც სულისათვის. მტკივნეულია ხორცისთვის და ადამიანი ემიჯნება ამას. ყველა დროს ასე იყო და განსაკუთრებულად დღევანდელობაში ჩვენ ვხედავთ, რომ თუ როგორ ეპოტინება ადამიანი ყველანაირად სიცოცხლეს თავისი თეორიებით, თავისი სამეცნიერო მიღწევებით, უარყოფით საერთოდ მარადისობისა, ადამიანის გატოლებით ცხოველთან. ეს ყველაფერი აი ამ მოტივაციით ხდება, რომ ადამიანი ემიჯნება სიკვდილს, ცნობიერად ან გაუცნობიერებლად. და ქრისტიანობა ჩვენ გვასწავლის სიკვდილისაგან კი არ გამიჯვნას, არამედ მასთან ერთად ცხოვრებას. ცხოვრებას, მის სწორ აღქმას და რაც თავარია გარდაცვალებაში მომავალი მარადიული ცხოვრების დასაწყისის დანახვას. ამგვარია ჩვენი სარწმუნოება და ამგვარია ქრისტე, რომელმაც სიკვდილითა სიკვდილი დასდრგუნა და კაცობრიობას მოგვანიჭა სიხარული ღმერთთან ერთად ყოფნისა, მარადისობაში, უკვდავებაში. ჩვენც ამგვარად უნდა ვუყუროთ საკუთარ თავს ძვირფასო ძმანო და დანო. ამდენგვარად გავაცნობიეროთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი სარწმუნოება. და ეს მომავალი, ანუ მოველი აღდგომასა მკვდრეთი და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნოსა, აი ეს მტკიცედ და შეურყევლად უნდა იყოს ჩვენ სულში. და მაშინ ჩვენი ცხოვრებაც ამ წუთის სოფელში უკვე სხვაგვარი განზომილებისა იქნება, სხვაგვარი ზრახვებისა, ამ წუთის სოფელს სხვაგვარად აღვიქვამთ და შევხედავთ. და უკვე აქ ყოფნისას დაიწყება ჩვენთვის მარადისობასთან თანაზიარება. აი ამას შეგვახსენებს დედა ეკლესია ჩვენ, რომ ყარი იყოს ჩვენი სარწმუნოება და მოლოდინი ქრისტეს მეორედ მოსვლისა და მასთან შეხვედრისას. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი.